მეგობრებო, დღეს 16 სექტემბერია. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უფალს მადლობა გადაუხადეთ, როცა გაიღვიძეთ. დღეს გლოვის დღეა. და თუ შესაძლებლობა გექნებათ, ანთეთ-სანთელი იმ ძალიან კარგი ადამიანის ხსოვნისთვის, რომელიც ცოტა ხნის წინ გავიცანით. ამ ქალს თავისი მძიმე დაავადების მკურნალობაზე საქართველომ უარი უთხრა. ხოლო შემდეგ ისე დაგვიანდა, რომ თურქეთშიც ვერ დაეხმარნენ. მადლობა ღმერთს, რომ 1969 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე ირინა სადოფიევა, რომელიც დაიბადა და მთელი ცხოვრება მშვენიერ საქართველოში გაატარა, გარდაიცვალა თავის სამშობლოში, თუნდაც არა საკუთარ საწოლში. ის ძალიან ღარიბი ქალი იყო. ჩვეულებრივ, და ეს ძალიან სამწუხაროა, ახლობლები ივიწყებენ თავიანთ მოხუცებს, თუ მათ არაფრის დატოვება შეუძლიათ მემკვიდრეობად. ღარიბი ქვეყნები, ღარიბი გრძნობები. სიღარიბე კლავს ბევრის, თუნდაც ღირსეული ადამიანების ღირსებას, მაგრამ ირინა სადოფიევა ძალიან უყვარდათ მის ქალიშვილსა და შვილიშვილს. მან მათთან ერთად გაატარა თავისი უკანასკნელი დღეები. ჩვენც ფონდის ბევრ მეგობართან ერთად შევიყვარეთ ის და მაინც შევძელით მისი ცხოვრების ბოლო დღეების შემსუბუქება. ყველაზე ძვირფასი და საჭირო წამლებით, რომლებიც დაეხმარა მას ზედმეტი ტკივილის გარეშე გაეტარებინა ცხოვრების უკანასკნელი დღეები. ზოგი ადამიანი ამბობს, ხომ იცოცხლა და საკმარისია. უკვე ახალგაზრდა აღარ იყო. ხოლო ჩვენ ფონდში ვამბობთ, რომ თითოეული სიცოცხლე მნიშვნელოვანია ღმერთისთვის. მას თანაბრად უყვარს ბავშვები, მოხუცები, ავადმყოფები და ჯანმრთელები. და რა თქმა უნდა, არ ამართლებს საშინელ შემთხვევებს, რადგან ჩვენ შექმნილი ვართ ღვთის ხატად და მსგავსად და ყოველი ადამიანის სიკვდილით დიდ ტკივილს აყენებს ჩვენი შემქმნელის სულს. ჩვენ დავიწყეთ იმ ადამიანების არქივის წარმოება, რომლებიც წავიდნენ ჩვენგან, მაგრამ თან გაიყოლეს მცირე თუმცა ფასდაუდებელი ნაწილი ჩვენი სულისა. ყველას, ვინც ეხმარებოდა გარდაცვლილ სწავლებით და სხვა საჭირო ნივთებით, ჩვენ ძალიან დიდ მადლობას ვუხდით, რადგან სწორედ ამ ადამიანებს ესმით, რაზეც ვსაუბრობ. ისინი გახდნენ მდიდრები, ბევრად უფრო მდიდრები სულიერად, ვიდრე იყვნენ ირინას სიკვდილამდე. ერთი მქადაგებელი მეუბნებოდა, რომ ყველაზე მდიდარი ადგილი დედამიწაზე სასაფლაოა. და როცა გაკვირვებულმა შევხედე, მან ამიხსნა, რომ იქ დამარხულია მილიარდობით ყველაზე კეთილი გრძნობა, რაც კი ადამიანს შეუძლია განიცადოს. მილიონობით ყველაზე დიადი იდეა, რომელთა განხორციელებაც საქართველოს მსოფლიოს ყველაზე ძლიერ ქვეყნად აქცევდა. შეინახეთ ეს ფოტო და ამბავი იმის შესახებ, თუ რას ვსაქმიანობთ. ოდესღაც თქვენ შვილიშვილებს ეთყვით, აი ამ ადამიანებს მე დავეხმარე. და ისიც კი ვიცი, სად არის მათი საფლავი. დანარჩენზე კი ფონდი იზრუნებს. ახლა ჩვენ შევაგროვებთ ფულს მოკრძალებული, თუმცა ღირსეული ძეგლისთვის, რომელსაც იმსახურებს ეს ძალიან კეთილი ქალბატონი. თავისი ცხოვრების განმავლობაში ათასობით ადამიანის სიკეთე, ასევე თავისი ქალიშვილისა და შვილიშვილის სიყვარული ათბობდა. უფალმა ნათელში გამყოფოს ირინა. გვახსოვხარ და გგლოვობთ. აი ჩვენი მოხუცებიც. თუმცა ჩვენ ვუსურვებთ მათ, რაც შეიძლება დიდხანს იცოცხლონ და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მათ კიდევ ერთი თვით, წლით ან რამდენიმე წლით მეტი იცოცხლონ. მთელი ფონდი ყველაფერს იზამს ამისთვის. ისინი მაინც, როგორც ჩვენ, მაღალ უფალთან წავლენ და მოყვებიან ჩვენზე, ჩვენს სიკეთეზე. და ღვთისშვილისთვის ეს იქნება ყველაზე ძვირფასი საჩუქარი, რომელსაც იგი მიიღებს იმ დროს, როცა საქართველოდან კიდევ ერთი კეთილი ადამიანის სულს გაიცნობს. აი კიდევ ჩვენი ფონდის მოხუცი ბავშვები, რომლებსაც მთელი გულით ვეხმარებით. ჩვენ ყველა გვახსოვს და არასდროს დავივიწყებთ მათ. რატომ? იმიტომ რომ ეს ადამიანები ცხოვრებაში ძალიან ღარიბები იყვნენ. შესაბამისად ისინი იტანჯებოდნენ და ჩვენთვის ისინი გმირები არიან. ახლა გვინდა შევიმუშავოთ ქმედებების ალგორითმი და ერთი თვის განმავლობაში პირველ 4 გარდაცვლილს ღირსეული ძეგლი დავუდგათ. ასევე დავრგოთ საფლავზე ყვავილები. მოგწერეთ, მეგობრებო, რომელი ძეგლები იქნებოდა შესაფერისი და არა ძალიან ძვირიანი. გავხსნათ ანგარიში, რათა შევძლოთ დაკრძალვა, ქვის გაკეთება და სასაფლაოს თანამშრომლებისთვის მომსახურების საფასურის გადახდა, რომ წარსულში ეს პატივსაცემი და ღირსეული ადამიანები არასოდეს დავიწყებულიყვნენ. დიდი თხოვნა გვაქვს, მეგობრებო, თუ იცნობთ გასაჭირში მყოფ მოხუცებს, შეგვატყობინეთ ტელეფონით ან მოგწერეთ საიტზე. გმადლობ.